ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები იმართება. უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთზე წარმოდგენილია ასობით ეგზემპლარი, ათეულობით ჯიში და სახეობა, რაც ამ სივრცეს საქართველოში იასამნების ყველაზე მასშტაბურ კოლექციად აქცევს. რას თავაზობს ეს დღეები დამთვალიერებლებს და რატომ არის ეს პროექტი განსაკუთრებული? ამ ყველაფერზე ჩვენი ჟურნალისტი ანა გზირიშვილი გვიამბობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ანა, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით ბოტანიკური ბაღიდან. აქ იასამნების საოცარი სურნელი ტრიალებს და ისეთი სილამაზეა, რომ აუცილებლად ყველამ უნდა ნახოთ. როგორც უკვე ლიკამ ახსენა, ბოტანიკური ბაღი გამოირჩევა იმით, რომ აქ ყველაზე მასშტაბური იასამნების კოლექციის ხილვა შეგიძლიათ. ჩემთან ერთად იმყოფება ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო მეტრეველი, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის იმ ადგილის შესახებ, სადაც ახლა მე ვიმყოფები. სოფო, დილა მშვიდობისა. მშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდი ვუთხრათ მაყურებელს, როგორ შეიძლება პირველ რიგში ამ საოცარი სილამაზის ნახვა. ესე იგი, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უკვე გაიხსნა, როგორც სანამ აღნიშნა იასამნების ყვავილობის სეზონი. სწორად თქვით თქვენ, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური კოლექცია მთელს ამიერკავკასიაში, შეიძლება ითქვას. აქ არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი ეგზემპლარი, დაახლოებით 700-მდე ეგზემპლარია, 113 ჯიში და 10-მდე სახეობა. ჩვენს ვიზიტორებს ეს ყველაზე საყვარელი სეზონია ხოლმე ზოგადად ჩვენი დამთვალიერებლებისთვის, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ელოდებიან ხოლმე ზუსტად აი ამ იასამნების ყვავილობას და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სოციალურ ქსელში იდება ხოლმე ძალიან საინტერესო, აი ამ პერიოდში იდება ხოლმე ძალიან საინტერესო ცნობები, ისეთი რაც არ არის დიდად ყოველთვის ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი იასამნების შესახებ. ზოგადად ლეგენდები, ჯიშები და ასე შემდეგ. რაც შეეხება აქ მოხვედრას, ცენტრალური შემოსასვლელიდან დაახლოებით 1 კილომეტრში ვიმყოფებით ჩვენ და მთელ მარშრუტზე, მთავარ მარშრუტზე გვაქვს ასე ვთქვათ საორიენტაციო მანიშნებლები, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივად მოხვდებიან ჩვენთან ვიზიტორები, ზუსტად აი ამ საკოლექციო ნაკვეთში. ასევე გვაქვს ელექტრომობილების მარშრუტი, რომელიც ზუსტად აქამდე მოდის, ასე ვთქვათ, მოიყვანს ვიზიტორებს და ვფიქრობ, რომ ეს სანახაობა, ეს ულამაზესი კოლექცია მართლაც, რაც ჩვენი ძალიან დიდი საამაყო კოლექცია არის, მგონია, რომ ყველამ უნდა ნახოს ნამდვილად და არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონი ნონა ანთაძის ღვაწლი და ასე ვთქვათ, ამაგი ამ კოლექციაზე. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში სწორედ ნონა ანთაძე უვლიდა აქაურობას და ყველა მიცის, ყველა იცნობს, როგორც იასამნების დედოფალს. მოკლედ, აი ეს იასამნისფერი ზღაპარი, რაც აქ ახლა ხდება, ეს სურნელი, ჯადოსნური, მართლაც თავბრუდამხვევია და ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ეს ჩვენი იასამნების საკოლექციო ნაკვეთი აუცილებლად უნდა ნახოს და დატკბეს ამ სილამაზე. როდემდეა შესაძლებელი? დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ ვიყვავილებს, ასე რომ ჩვენ ვიზიტორებს ყველა უქმე დღეს, ყველა დღესასწაულზე ბაღი ღია არის 9 საათიდან 7 საათამდე ველოდებით ვიზიტორებს ყველას. დიდი მადლობა სოფო. ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ უშუალოდ ამ კოლექციის კურატორთან, არჩილ გიორგაძესთან, არჩილ, დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ ხდება ამ საოცარი სილამაზის მოვლა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ზოგადად ითვლება, რომ იასამანი არის საკმაოდ უპრეტენზიო მცენარე, თუმცა იმისთვის, რომ გქონდეს ისეთივე უხვი და მრავალფეროვანი ასე ვთქვათ, ყვავილობა, საჭიროა მაინც რამოდენიმე აგროტექნიკური წესის დაცვა. პირველ რიგში აუცილებლად დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ იასამანი არის მზის მოყვარული და გვალვაგამძლე მცენარე, ამიტომ მინიმუმ 6-7 საათის განმავლობაში, სადაც დავრგავთ, უნდა ხვდებოდეს პირდაპირ მზის ხილვები. მორწყვა რამდენად უყვარს? ჯერ ვიტყვი ნიადაგზე. იასამას უყვარს კარგად დრენირებული ნიადაგები, ესე იგი არ უნდა დადგეს ფესვთან ახლოს წყალი, რადგან მას აქვს ძალიან ფაქიზი ფესვა სისტემა, რაც თუ ჩაუდგა წყალი ფესვთან ახლოს, ეს მისთვის იქნება დამღუპველი. ასევე საჭიროებს აუცილებლად ყოველწლიურ სხვა ფორმირებას. საუკეთესო პერიოდი გასვლისთვის არის გვიანი შემოდგომა, გასვლას რაც შეეხება საჭიროებს სანიტარულ სხვას, რაც მოიაზრებს დაუშვათ მთელი წლის მანძილზე გამხმარ დაავადებული ტოტების ამოჭრას, ასევე ბუჩქის შიდა მიმავალი ტოტების გამოხშირვას, რათა უკეთესად შეაღწიოს მზის ხილვებმა ბუჩქში, უკეთესი აერაცია ქონდეს, ეს ყველაფერი არის ბუჩქის ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, საწინტარი. რაც შეეხება მორწყვას,
ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობია იასამანს დააკლდეს მორწყვა, ვიდრე ზედმეტი მოგვივიდეს ისევ და ისევ ფესვის პოვის გამო. ცხელ დღეებში ზაფხული საკმარისი არის კვირაში ერთხელ, თუმცა უხვად მორწყვა. მე ვხედავ რომ ყველა იასამანს აქვს თავის პატარა წარწერა და სახელი, ანუ ყველა ჯიშს თავის სახელი აქვს. ხო, მაგალითად მარი ლეგრე ჰქვია ამ საოცარ თეთრ იასამანს. ზოგადად ეროვნული ბოტანიკური ბაღის სირინგარიუმის კოლექციაში წარმოდგენილია 113 ჯიშის და 10 სახეობის იასამანი. ეს ყველა ჯიში განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად ყვავილის ფორმით. აქ არის წარმოდგენილი მარტივყვავილა ჯიშები, ასევე ბუთხუზყვავილიანი ჯიშები. ერთ-ერთ მარტივყვავილიან ეგზემპლარს მაგალითად ვხედავთ, ეს არის ლემუანის სელექციის მარი ლეგრე. როგორც ხედავთ, საოცარი სურნელი აქვს. მისი ყვავილის ფორმა არის მარტივი, ზოგადად არსებობს მარტივი და ბუთხუზფორმიანი იასამნის ჯიშები. და ასევე ყვავილედის ფორმაც განსხვავდება, არსებობს პირამიდალური, კონუსური და კონუსურ-პირამიდალური ფორმები. კონკრეტულ ამ ჯიშს, ამ ეგზემპლარს აქვს კონუსური ფორმის ყვავილედი, ძალიან უპრეტენზიო მცენარეა და წარმოადგენს ასევე საგვიანო ჯიშს. ესე იგი იშლება შედარებით გვიან ვიდრე სხვა ჯიშის იასამნები. თქვენთან არის წარმოდგენილი თითქმის ყველა ჯიში, ხო, იასამნების? თითქმის ყველა არა, ზოგადად ათასობით ჯიში არის, თუმცა ჩვენთან არის 113 ჯიშის და 13 სახეობის იასამანი, ასევე რამოდენიმე ქვესახეობა და ჰიბრიდული ფორმა. და როგორც ვიცი, წლების წინ დაიწყო ამ კოლექციის შექმნა. დიახ. ესე იგი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სირინგარიუმის საკოლექციო ნაკვეთის ისტორია სათავეს იღებს 1970 წელს. მისი დამპროექტებელია ცნობილი ქართველი ლანდშაფტის არქიტექტორი გიორგი მანაგაძე. გადაშლილია ეს ნაკვეთი 1400 კვადრატულ მეტრზე და დაცულია 800-მდე ეგზემპლარი. ძალიან დიდი მადლობა, არჩილ. მე მინდა წამყვანებს ვკითხო, თუ იცით ლეგენდა იასამნის შესახებ. არ ვიცი გზერი. არ ვიცით. მე მოგიყვებით ახლა იასამნის შესახებ ერთ-ერთ ლეგენდას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და ასე ჟღერს, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, იმ დღეს ღვთისმშობელმა გადაწყვიტა განმარტოება, ერთ-ერთი ხის ძირას დაეძინა, ეს ხე არასდროს ყვავილობდა, შეეცოდა ღვთისმშობელი მიძინებული და თავის ფოთლებით შემოსა. როდესაც ღვთისმშობელმა გაიღვიძა და ნახა გაშიშვლებული ხე, დაოცა, უთხრა რომ ამიერიდან მარადი იყვავილე და შენი სურნელით დაატკვე ადამიანებიო და მას ეწოდა პასხალია, რაც ბერძნულად აღდგომას ნიშნავს, ასე რომ აღდგომის სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ იასამანი. მე ამით დაგემშვიდობებით და მაყურებელს ვეტყვი, რომ მაისის შუა რიცხვებამდე შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ და დაათვალიეროთ, დატკვეთ ამ საოცარი იასამნებით. დიდი მადლობა ანა, საინტერესო ჩართვისთვის.